უკრაინის პრეზიდენტი ორშაბათს ვაშინგტონში იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს პირადად შეხვდება ანკორიჯში გამართული სამიტის დეტალების განსახილველად. დონალდ ტრამპმა უკრაინელი კოლეგა ამერიკაში პირადად დაპატიჟა სატელეფონო საუბრის დროს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს სამი ლიდერის ფორმატში. ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების ერთ საათზე მეტი საუბრის შემდეგ სატელეფონო აუდიენციას შეუერთდნენ ევროპის სხვა ლიდერებიც, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. ტრამპის და პუტინის შეხვედრა ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე თითქმის 3 საათი გაგრძელდა. მედიის ცნობით განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებიც, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მოსკოვს ნატო უპასუხებს. ჟურნალისტების ოცნობით აუდიენციის დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაციას კმაყოფილება ეტყობოდა. რუსულ სამთავრობო მედიას განსაკუთრებულად მოეწონა წითელი ხალიჩა და დონალდ ტრამპის აპლოდისმენტები ვლადიმერ პუტინის დანახვისას. პროპაგანდისტების შეფასებით ეს იყო ნიშანი, რომ ვლადიმერ პუტინის მრავალწლიანი იზოლაცია დასრულებულია. ზურა პეტროსიანი აგრძელებს თემაზე დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ლუკა, უნდა დავიწყოთ შედეგებით, ან შესაძლოა უშედეგობით, ყოველ შემთხვევაში, როგორ ჩაიარა პუტინი ტრამპის სამიტმა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, ახლა ძალიან რთული სათქმელია, ან შეგვიძლია ისე ვთქვათ, როგორც ეს ჯონ ბილტონმა ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში შეაფასა, ტრამპს არ წაუგია, მაგრამ პუტინმა ერთმნიშვნელოვნად მოიგო. თუმცა ამაზე უნდა მოგვიანებით. ალასკაზე დაგეგმილმა ისტორიულმა სამიტმა ისე ჩაიარა, რომ ახლა მთელი მსოფლიო კითხულობს, რაზე შეთანხმდნენ ორი ლიდერი, შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება, ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა შეხვედრა, რომელიც ზუსტად 2 საათსა და 45 წუთს გასტანა, შემდეგ კი მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები, შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსები გვაქვს მისაღწევად. თავდაპირველად განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თუმცა უკვე მოგვიანებით სხვა ინტერვიუში თქვა, რომ ძირითად საკითხებზე შედეგს მიაღწიეს და შეთანხმება მოღწა. თავად შეხვედრა შეიძლება ითქვას, რომ პროტოკოლურად და მოსალოდნელი ფორმატით არ წარიმართა, როგორც ვიცით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო ჯერ პირისპირ შეხვედრა, შემდეგ კი 3-3 ფორმატით შეიცვალა ეს ყველაფერი, რომელიც 5-5 ფორმატით უნდა გაგრძელებული იყო, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა მაინც 3-3 ფორმატში გაგრძელდა და მას ესწრებოდა რუსეთის მხრიდან პუტინი, ლავროვი, იური უშაკოვი, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველი არის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რაც შეეხება შტატებს, ამერიკას წარმოადგენდა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი, ასევე სახელმწიფო დივანი მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი, რომელიც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი არის. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენციის ფორმატით შეიცვალა, ლიდერებმა მოკლე განცხადებები ზუსტად 10 წუთში ჩაატიეს და ჟურნალისტებს არ მიეცათ კითხვების დასვრის საშუალება. პუტინმა ზუსტად 8 წუთი ისაუბრა და საინტერესოა, რას დაუთმო ეს დრო კრემლის დიქტატორმა, რა თქმა უნდა, ალასკის რუსულ წარსულს, ამერიკა-რუსეთის სამეზობლო და მისი თქმით კეთილგანწყობილ ურთიერთობას და არ დავიწყები არც ტრამპის შექება, მათ შორის იმ კონტექსტში, რომ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად უნდა აღმოიფხვრას ის, რაც რუსეთი უწოდებს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს, რაც მიანიშნებს სავარაუდოდ იმაზე, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას მაინც არ დათანხმდა და ჩვენ არ ვიცით, მაინც არც ტრამპს ამის შესახებ არაფერი უთქვამს. იყო მოწოდებებიც დასავლელი ლიდერების მიმართ, ციტატა, რომ მათ არ დააზიანონ ახლად მიღწეული პროგრესი. ჩვენმა მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ და ურთიერთპატივსაცემ გარემოში ჩაიარა. იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო. კიდევ ერთხელ მსურს ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადო ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის. აბსოლუტურად ლოგიკურია სწორედ აქ შეხვედრა. მართალია ჩვენს ქვეყნებს ოკეანე ყოფს, მაგრამ წინამძღოლში ახლო მეზობლები არიან. როცა შევხვდით, გადმოვედით თვითმფრინავიდან, მე ვუთხარი, დღემშვიდობისაც ვიფასო მეზობელო. ძალიან სასიამოვნოა თქვენი ჯანმრთელად და ცოცხლად ხილვა. მეზობლურად ეს მგონია ძალიან კეთილგანწყობილად ეშღერს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ალასკას უკავშირდება რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი პოზიტიური მოვლენა. როგორც კარგად მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი გახლდათ სიტუაცია უკრაინის გარშემო. არაერთხელ მithქვამს, რომ რუსეთისთვის უკრაინის მოვლენები დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფრთხეებთან. მეტიც, ჩვენ ყოველთვის ვფლიდით და ვთვლით უკრაინელ ერს. ეს არაერთხელ მithქვამს, მოძმეთ, როგორც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ პირობებში. ჩვენ გვაქვს ერთი ფუძე და ყველაფერი რაც ხდება, ჩვენთვის ტრაგედიაა და მძიმე ტკივილია. ამიტომ ჩვენი ქვეყანა გულწრფელადაა დაინტერესებული ამ ყველაფრის დასრულებით. მაგრამ ამასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ყველა ლეგიტიმური შეშფოთება. უნდა აღდგეს სამართლიანი ბალანსი უსაფრთხოების სფეროში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში. მე ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს. მან დღეს ისაუბრა ამაზე, რომ უპირობოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოებაც. რა თქმა უნდა, ამაზე სამუშაოდ მზად ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ
კიევსა და ევროპულ დედაქალაქებში ამ ყველაფერს კონსტრუქციულად მიუდგებიან და შეუშლიან ხელს არ იქნება პროვოკაციის მცდელობები ან კულისებს მიღმა ინტრიგები. ჩაშალონ მიღწეული პროგრესი. როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ომი არ იქნებოდაო, მე ვფიქრობ, რომ მართლაც ასე მოხდებოდა. დონალდ ტრამპის განცხადება პუტინთან შედარებით საგრძნობლად მოკლე იყო. ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა შეთანხმება ყველაფერზე ვერ მოხერხდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უახლოეს საათებში გამართავს საუბარს ნატოს წევრ ევროპელ ქვეყნებთან და ლიდერებთან, მათ შორის ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც და ის უკვე ვნახეთ, რომ ასეც მოხდა. ტრამპს თავის მხრივ არც პუტინის შექება დავიწყებია და აი ამ მოკლე სპიჩის საკმაოდ ვრცელი ნაწილი ბიზნესზე საუბარსაც დაუთმო. აღნიშნა, რომ პრესკონფერენციის ოთახში ამ პრესკონფერენციას ესწრებიან მათ შორის რუსი ბიზნესმენები, რომლებიც მოხარული იქნებიან ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით. მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა ჰქონდა. კარგი შეხვედრები. ჩვენ ხელი შეგვიშალეს რუსული შეთქმულების გაყალბებებით. ჩვენ გვექნება კარგი შანსი, როდესაც ეს დასრულდება. ჩვენ მქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ რამეზე შევთანხმდით. ძალიან ცოტა დარჩა შესათანხმებელი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი კარგი შანსი გვაქვს ამის მისაღწევად. ჯერ არ მივსულვართ იქამდე, თუმცა კარგი შანსებია. ჩვენ შევაჩერებთ 5, 6, 7,000 ადამიანის მკვლელობას კვირაში და პრეზიდენტ პუტინს სურს ამის ნახვა. ისევე როგორც მე, ჩვენ ძალიან წინ ვართ. ამერიკა მსოფლიოს ლიდერია ვაჭრობის საკითხში. მიხარია, რომ რუსეთის მხრიდანაც მაღალი დონის წარმომადგენლები იყვნენ, რამაც ხელი შეუწყო ორი ქვეყნის მომავალი ურთიერთობის განხილვას ეკონომიკის სფეროში. ახლა რამდენიმე ზარი მაქვს განსახორციელებელი. ბევრი საკითხი მოგვარდა, მაგრამ რამდენიმე მაინც დარჩა მოსაგვარებელი. ბოლომდე ვერ დავასრულებთ, თუმცა მადლობა პრეზიდენტ პუტინსა და მის გუნდს. იმედი მაქვს მომავალშიც პროდუქტიული შეხვედრა გვექნება. საინტერესო იყო პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პუტინის მიერ წარმოთქმული ფრაზა შემდეგ ჯერზე მოსკოვში, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ამის გამო შეიძლება გააკრიტიკონ, თუმცა წინადადება მისთვის საინტერესოა. უფრო მეტი დეტალი და განსაკუთრებით განწყობების შესახებ, რომელიც აქვს ტრამპს, ჩვენ უკვე გავიგეთ დონალდ ტრამპის ექსკლუზიური ინტერვიუდან Fox News-თან. ამ ინტერვიუდან ალბათ ყველაზე ნიშანდობლივი 3 პასაჟი იყო მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. პირველი, რომ ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკი უნდა დათანხმდეს, თუმცა რას ეს ჯერჯერობით გასარკვევია. მეორე ის, რომ მაინც ფიქრობს, რომ მეორე შეხვედრა სამხრივ ფორმატში შედგება და მესამე მაყურებლის ყურს აუცილებლად მოხვდებოდა ტრამპის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ამერიკა და რუსეთი ნომერ პირველი ქვეყნებია, ყველა დანარჩენი კი მეორე და ციტატა, რომ რუსეთი ძალიან დიდია, უკრაინა კი არა. დღეს მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა და ვფიქრობ, ბევრი საკითხი განვიხილეთ. როგორც უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე, ისე მთელი ნატოს კონტექსტში, სადაც ჩვენ მრავალ ევროპულ ქვეყანასთან საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობთ. შეთანხმება არ არის, ჯერ შეთანხმება არ არის, მაგრამ ჩვენ დიდ პროგრესს მივახციეთ. უკრაინა უნდა დათანხმდეს. გულისხმობ, რომ იცით პრეზიდენტი ზელენსკი უნდა დათანხმდეს. ეს საშინელი ომია, რომელშიც ორივე კარგავს. ორივე წაგებულია და იმედი მაქვს მე შევძლებ დასრულებას. ბევრ პუნქტზე ჩვენ შევთანხმდით. მაგრამ როგორც იცით, 1-2 საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. ვფიქრობ, რომ შესაძლოა. ბევრი რამ პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული. რუსეთი ძალიან დიდი ძალაა, უკრაინა კი არა. მე ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს უნდა რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. პრობლემა, რომელიც არასდროს უნდა დამდგარიყო. ძალიან მესიამოვნა, როცა მან თქვა, რომ ჩემს საპრეზიდენტო მმართველობაში ომი არასდროს მოხდებოდა. ეს მნიშვნელოვანია, როცა ორი დიდი ქვეყანა პოულობს საერთო ენას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ატომურ სახელმწიფოებს ეხება. ჩვენ ვართ ნომერ 1, ისინი ნომერ 2 მსოფლიოში და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თუ ისინი ორივე მოინდომებენ, მე ვიქნები შემდეგ შეხვედრაზე. მე მინდა დავწმუნდე, რომ ყველაფერი გაკეთდება. არ ვიცი, შემიძლია თუ არა ვენდო მათ, როდესაც ისინი ერთ-ერთზე დარჩებიან ოთახში. მე ვხვდები, რომ მათ უნდათ მე რომ იქ ვიყო და მე ვიქნები. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსები და დღევანდელ შეხვედრას ვაფასებ 10-დან 10-ით. როგორც ხედავთ, ტრამპიც კმაყოფილია, თუმცა პუტინის კმაყოფილებას არაფერი შეედრება ამ სამიტის შემდეგ. მოკლედ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო შეხვედრა. პუტინს ტრამპი პირადად დახვდა აეროპორტში და წითელ ხალიჩაზე ერთობლივად გამოიარეს. მათ შორის ამერიკული პრესის მიერ განსაკუთრებით აღნიშნული იყო ტაში, რომელიც თუმცა შეხვდა და დაუკრა ტრამპმა ომის დამნაშავე პუტინს. განსაკუთრებით სიმბოლური დატვირთვის იყო მომენტი, როდესაც პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ესალმებოდნენ და მიემართებოდნენ ამ სპეციალური ტრიბუნისკენ. მათ თავზე ამერიკის საჰაერო ძალების 4-მა
F-35 ტიპის და მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელმა, ასევე ერთმა B-2 ტიპის სპირიტის სტრატეგიულმა ბომბდაშენმა გადაიფრინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტებისთვის ორი მანქანა იყო მომზადებული, ისინი ერთად გაემართნენ მოლაპარაკებების ადგილამდე, ასევე უნდა ითქვას ის, რომ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ვახშამი გაუქმდა, ასევე რუსულმა მხარემ გაუქმა კომენტარი მედიისთვის. რითი დასრულდა ეს შეხვედრა და იქნება თუ არა რაიმე ფორმით მიღწეული მთავარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე რაიმე ფორმით მაინც ეს არის ახლა მთავარი თემა, რომელზეც მსჯელობს მსოფლიო. ფაქტია, რომ მოსკოვი განსაკუთრებით კმაყოფილია როგორც თქვით ამ ვიზიტით, რადგან სრულ იზოლაციაში მყოფ დიქტატორს მიეცა შანსი დაბრუნებოდა დიპლომატიურ მაგიდას და შეექმნა იმიჯი, რომ რუსეთი კვლავ დიდი მოთამაშეა, ყოველ შემთხვევაში დილიდან დღეს ამაზე მუშაობს პროკრემლისტური და კრემლისტური პრესა და ცდილობს ასე წარმოაჩინოს ეს ვიზიტი. ჩვენ ველოდებით რა თქმა უნდა შეფასებებს ევროპიდან უკვე ცნობილი არის ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაც, როგორც გავიგეთ, ის უკვე ორშაბათს ჩავა ვაშინგტონში, სადაც შეხვდება დონალდ ტრამპს და ასევე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა სწორედ სამხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე.